მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს კომენტარებს ვუპასუხებ და დავიწყოთ. ვარ 30 წლის და 3 წელია დამიწყო ბრუქსიზმი, ან კბილების კრაჭმზეა საუბარი და ანუ იმდენად დამაზიანებელი იყო, რომ კბილები გამფუჭრაო და ცირკონები მაქვს ჩასმულიო და იმდენად ყბაზე ანთება გადამივიდაო და იმდენად ის დამღლელია, რომ ბოტოქსის გაკეთებას ვაპირებო. კი, ბოტოქსი წარმოადგენს მის მკურნალობას, ან საბოლოო მკურნალობა პრინციპში არის ბოტოქსი. შესაძლებელია კოგნიტური ბიჰევიორალური თერაპია სტრესის შემცირების მიზნით, მაგრამ ჯამურად თუ სამედიცინო მკურნალობა გინდათ ბოტოქსის ინექციებია ხოლმე რაც შველის. და მეორე კითხვა არის კალიუმის პრეპარატებზე, კალიუმის შესაძლებლად რომელი პრეპარატი მივიღო. იმიტომ რომ კალიუმი სხვა ფორმებით არსებობს და მაგერან გამომდინარეა ეს კითხვაც. ყველაზე ხშირად კლინიკაში იყენებენ ხოლმე კალიუმის ქლორიდს, რომელთაც მკურნალობენ, როცა დაბალია კალიუმი ორგანიზმში. კალიუმი ყველაზე დეფიციტური მიკროელემენტია, ადამიანს ჭირდებათ. კალიუმის ციტრატი არის თირკმლის კენჭების სამკურნალოთაც იყენებენ ხოლმე და ხშირად კალიუმის გლუკონატია, რომელიც საკვები დამატების ფორმით მიიღება ხოლმე. ყველაზე ხშირი არის, ანუ ზოგადად თუ გინდათ მიიღოთ კალიუმის გლუკონატის ფორმა. კალიუმის ბიკარბონატსაც იყენებენ ხოლმე მჟავატუტოვანი ბალანსის გასაწონასწორებლად, მაგრამ ან თქვენ რა მიზნითაც გინდათ ამ შემთხვევაში კალიუმის გლუკონატია საუკეთესო ფორმა იმისთვის, რომ ზოგადად კალიუმი მიიღოს. თუ ოღონდ მან ნიშნულოვანია გაითვალისწინოს, რომ თუ კალიუმს იღებს ადამიანი, თირკმლები უნდა იყოს მწყობრში და მაღალი დოზები არ მიიღოს, იმიტომ რომ მაღალი დოზებით კალიუმმა შეიძლება გამოიწვიოს არითმიების სერიოზული და გულის პრობლემები. ამიტომ თუმცა საშუალოდ არის 4000 მილიგრამი დღის განმავლობაში ჭირდება ადამიანს კალიუმი და შესაბამისად მეტი კიდე ზოგ შემთხვევაში. მაგრამ როგორც წესი, საკვები დამატებში რაც არის კალიუმი, ის არაფერ ზიანს არ მოუტანს ადამიანს, ასე რომ პრობლემა არ არის. მადლობა ხალხო დადებითი კომენტარებისთვის, ყველას მადლობას გიხდით ამისთვის. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. 18 საათიან შიმშილობას ვიცავ და ვიკვებები, მაგრამ სასურველ წონამდე ვერ დავედი. მადლობა თქვენო. ხო, ანუ კითხვა არის 18 საათიან შიმშილობაზე, ინტერვალურ შიმშილობაზე, რომელიც 18 საათიანი ჯამში კაია. მან და ოღონდ მაინც ვერ დავიკელიო, ეგ არის კითხვა. თავი პრობლემა მაგ დროს არის ხოლმე, რომ ადამიანები ულუფებს ზრდიან. ანუ საკმარისი არ არის მხოლოდ დროის გაზრდა. დროის გაზრდა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რაც მეტხანს იქნება მშიერი, მეტ ენერგიას დაწვავისე, რომ არაფერს არ მიიღებ, მაგრამ ამავდროულად ზრდიან ხოლმე ულუფებს. ამ დროს ადამიანს რო ეუბნები, რომ თქვათ ულუფა ხომ არ გაზარდე, ბევრი ამბობს რომ არა. და პირიქით მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ჯანსაღად ვიკვებები და ესე. კვლევით დადგენილია, რომ ანუ ეს კი არ არის თქვენი ბრალი. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია ესეთი, რომ თავის თავს ატყუებს. ადამიანის უმეტესობა იტყუება რა ჭამა იმასთან მიმართებაში. ისე ჟღერს, ხო, ძალიან ირონიულად ჟღერს, რომ ადამიანების უმეტესობა იტყუება რა ჭამა დღის განმავლობაში, მაგრამ ესეა, ნამდვილად ადამიანების უმეტესობა იტყუება. და თავის თავსაც ატყუებენ და ამბობენ, რომ აი იცი ბევრი არ მიჭამია, მარტო ეს და ეს და მე აღმოჩნდება, რომ ეს და ისიც ჭამა და ისიც ჭამა და ისიც ჭამა და მე ეგ ანუ თავარი არის, რომ გააკონტროლოთ, ჩაიწეროთ ხოლმე რა სჭამთ, თუ კი ეგეთი არის, რომ მაგალითად აი იკლებდით და კლება შეჩერდა და თან შიმშილობთ 18 საათიანს, ესე იგი ბევრ სჭამთ. სხვა ვარიანტი არ არსებობს, ანუ ხო არსებობს set point-ის თეორია, რომ რაღაც დონეზე შეიძლება დაიკელით და ეს თქვენი წონა და ორგანიზმს აღარ უნდა მეტი კლება და ცდილობს შეინარჩუნოს. არსებობს შესაძლებლობა კიდევ რომ პლატოა, ანუ კლებას მოყვება პლატო, რომელსაც ეს არის წონა, რომელსაც ორგანიზმი ეგუება ხოლმე, რომ ადაპტაციას განიცდის, მეტაბოლიზმს ანელებს და ეგუება იმ ცოტა საჭმელს, რასაც მაგრამ თუ ნიშნულოვნად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გჭირდებათ,
ზონაში დაიგლებთ. ეს არის ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე და აქენ გამომდინარე თუ კი თქვენ ჭარბწონიანი ხართ და დაკლებას ცდილობთ, დაკლება შეგიჩერდათ, ესე იგი ბევრს ჭამთ. ეგ არის პირდაპირ პასუხი მაგაზე. ამიტომ უნდა ეძებოთ საკვები დათვალეთ, რას ჭამთ და მაგის მიხედვით თქვენი კალორიები დათვალეთ, მე ეს საკვებს რას ჭამთ ის კალორიები დათვალეთ და თქვენი საჭირო კალორიები რაც არის 300-400 კალორიით ნაკლები ჭამეთ დღის განმავლობაში. მაგალითად, თუ გეკუნთით 2000 კალორია, ჭამეთ 1500. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარია და ამისთვის ყველას მადლობა. ურიას ტესტზე იყო სად კეთდება ჰელიკობაქტერ პილორის ტესტი. დიდ კლინიკებში თითქმის ყველგან კეთდება ხოლმე რა, მულტიპროფილური სადაც არის და ცოტა დიდია, ბევრგან კეთდება ძალიან. ერთი შავი შავი ღვინო არის წამალი ქოლესტერინის და სისხლის დარღვევისთვის. FDA და სხვა ორგანიზაციები არ არის სანდო და და თვითონ ბევრს იყენებენ. ხო, ანუ ესე იგი თქვენ ახლა გინდათ რომ იმის თქმა გინდათ თქვენ რომ ან თქვენი ნათქვამია სანდო და 10,000-ობით მეცნიერის კონსენსუსი არ არის სანდო. ხო, ანუ ეს არის ხოლმე ზოგადად საღაზრთან აცდენა როცა აქ ადამიანს რომ კი ან მე შემიძლია რომ მჯეროდეს ნებისმიერი რამის შემიძლია მჯეროდეს მე და ეს ჩემი რწმენა იქნება და ამის უფლება მაქვს თქვენს გაქვთ რა თქმა უნდა მაგის უფლება თქვენ გჯეროთ მაგრამ თუ კი მე ჩემს რწმენას ვასაღებ ობიექტურ რეალობად და ყველაფერს ხას უსვავ რაც მიღებულია ხო სამეცნიერო ცოდნა ეს ნუ რბილად რომ თქვა არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ ეხლა ჯერს ერთი ღვინით დაკლებული ქოლესტერინი არავის არ უნახავს ეგ ტყუილია ანუ არა აქვს მაგასთან პირდაპირი კავშირი არის საუბარი მცირე სარგებელ ის რომ შეიცავს ფლავონოიდებს, შეიცავს რესვერატროლს, მაგრამ იმდან მცირე დოზით შეიცავს ამ ანტიოქსიდანტებს, რომ მის ღვინის მიერ მოტანილი სარგებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მის მიერ მოტანილი ზიანი. ამიტომ ის რომ სასაცილოა, როცა ამბობთ, რომ ქოლესტერინის სამკურნალოდ იყენებენ ღვინოს, არა, არ იყენებენ ღვინოს. თუ კი თქვენ საუბარი გაქვთ ფრანგულ პარადოქსზე და სავარაუდოდ ფრანგულ პარადოქსზე გაქვთ საუბარი, მაგრამ ამ ვიდეოს რომლის ქვეშ დამიწერეთ კომენტარი, სავარაუდოდ არ მოусმინეთ და ისე დაწერეთ კომენტარი, იმიტომ რომ ახსნილი მაქვს ეგ ფენომენი. დადგინდა რომ ადრე იყო რომ აი ფრანგები რომ ეს წითელ ღვინოს სვავენ, ფიქრობდნენ რომ ეს იყო ის სადილის დროს და ზოგადად ჯანმრთელები იყვნენ და ქოლესტერინის ნორმაში ჰქონდათ, მიაწერდნენ რომ შეიძლება ყოფილიყო ღვინის დამსახურება. არა აღმოჩნდა რომ ეს არ არის ღვინის დამსახურება, აღმოჩნდა რომ ეს არის მედიტერიანული დიეტის დამსახურება, ანუ იმ ზოგადად კვების სტილით, რომელსაც იკვებებიან, მცირე ულუფებით, ბევრი ხილი ბოსტნეული, ზეითუნის ზეთის ხილი, ავოკადო და ასე შემდეგ, ჯანსაღად იკვებებიან, ეს მაგის დამსახურებაა და არა ღვინის დამსახურება. ანუ ისინი ჯანმრთელები არიან ღვინის გამო კი არა, ღვინის მიუხედავად. და ნუ ეს არის რეალობა და ახლა თქვენ თუ არ გინდათ რომ ის გაუსწოროთ რეალობას თვალი, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა და მე ამას ვერ დაგიშლით. ხო, აქვე დამწერა ერთმა ესეთი კომენტარი, რომ გააკეთოთ, რომ მოსახლეობის 70%-მა არც ის რომ თირკმელები მცირე ღვიძლია. ალბათ პირველიცო. ხო, ნუ ღვიძლსა და თირკმელებს სხვა ფუნქცია აქვს, მაგრამ იმ კუთხით გულისხმობთ, რომ დეტოქს ფუნქცია აქვს ორივეს მთავარი, ანუ გამწმენდი ფუნქცია და ფილტრი. კი, რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით სრულიად, რომ თირკმელები ნამდვილად არის ნომერ მეორე, პირველი თუ არა დეტოქს ორგანო ნამდვილად, რომელიც გამოდევნის ნივთიერებებს და მეტიც წამლების 95% ან ღვიძლით გამოდის, ან თირკმელებით. კი ბატონო, და ნივთიერებების, რასაც ცუდი ნივთიერებების, რასაც ვიღებთ, მათ შორის ალკოჰოლის დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ, ნებისმიერი ნივთიერება, განსაკუთრებით ცუდი, კრეატინინი და ყველაფერი, მოკლედ ცუდი რაც არის, გამოდის შარდის სახით და ნუ განავლის სახით. ასეა. ხო, და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმაშიც მართალი ხართ, ხო,
შადის გამტარობასა ასოცირდებაო და მხოლოდ წყლის ფილტრიაო ზოგს გონიაო ხო რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ წყლის ფილტრი ან უმეტესი საზიანო ნივთიერება გამოდის ჩვენი თირკმელებით ეს მართალია ნამდვილად მეორეც თირკმელების აქვე უნდა ვთქვათ რომ თირკმელების უმეტესი დაავადებები რაც მიმდინარეობს იხენ ძალიან ჩუმად და ვერ ამას ბოლოს გებულობს მარტო ადამიანი ეგეც რეალურად დიდი პრობლემაა კიდე ადამიანს არ აქვს წარმოდგენა რა ფუნქციას ასრულებს ელენთა ნაწლავზე ხომ საერთოდ არ აქვს წარმოდგენა თქვენ ადამიანების შესახებ ძალიან ის დაბალი წარმოდგენით ყოფილიყარ ხუმრობ რა თქმა უნდა ბევრ რამეში მე გეთანხმებით რა თქმა უნდა თქვენ ხო მაგრამ ხო ისიც არის რომ რაღაცები ადამიანმა იციან რაღაცები არ იციან რა თქმა უნდა რაც შეეხება ელენთას ნაწლავებს კი ბატონო მოკლედ ვთქვათ ელენთაც არის ერთ-ერთი ფილტრი ან სისხლის ძველ უჯრედებს შეიკავებს მოკლედ და დაზიანებულ უჯრედებს და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება ორგანიზმს ეგ არის ელენთის მთავარი ფუნქცია ასე სისხლის რეზერვუარია სისხლს ინახავს იმის რთული შემთხვევისთვის ხო რო არ ჭირდება ელენთა რო ამბობენ ეგ არ არის ეგრე რა თქმა უნდა ელენთა საჭიროა ელენთა ინფექციებთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია იმუნური უჯრედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად ელენთა უფუნქციო ორგანო არ არის ხო რაც შეეხება წვრილ ნაწლავს ის ძირითადი ფუნქციაა საკვების შეწოვა ყველაზე მთავარი მისი ფუნქცია არის საკვების შეწოვა და საკვების მონელება რა ან საკვების ინელებს მონელებაში რას გულისხმობთ იმას საკვები დაშალოს და შეიწოვოს ეგ არის მთავარი ფუნქცია მსხვილ ნაწლავი არის წყლის და ელექტროლიტების ამბავი ან წყალს და ელექტროლიტებს შეიწოვს მსხვილ ნაწლავი ეგ არის მთავარი და განავალის რეზერვუარია ინახავს განავალს და მე გამოუშვებს გარეთ გამტარია რაც შეეხება ჭიაყელადანამაც აიმ აპენდიციტს რო ამბობენ ხოლმე და ბრმა ნაწლავს რო ამბობენ ეგ არის რეზერვუარი სასარგებლო ბაქტერიების თუ კი მაგალითად ადამიანი მოიწამლა სასარგებლო ბაქტერიების კოლონიას იღებს მაგედან ეგ არის ხოლმე რეზერვუარივით სასარგებლო ბაქტერიების რაც მასაც აქვს თავისი ფუნქცია ნუ ადრე ეგონათ რომ არ ქონდა ფუნქცია ხო შესაბამისად კი ბატონო აი ეს არის მთავარი დანიშნულებები ჩვენი ორგანოების და მაგენ გამომდინარე ვსაუბრობთ მე დაავადებებზე რადგან ეს ორგანოებს ხშირად ემართებათ დაავადებები და ეგ არის ძალიან საინტერესო შემდეგი შიმშილობს 3 დღე კვირაში ორშაბათი სამშაბათი 4 შაბათი ძალიან კარგად ვუყურებ თავსო ვა ანუ 3 მიყოლებითი დღე შიმშილობს ხო ეს არ არის ისა ხშირი პრაქტიკა რომ 3 მიყოლებითი დღე შიმშილობდნენ ზოგადად არის 3 არა მიყოლებითი დღე შიმშილობენ ხოლმე მაგრამ ანუ თქვენი საქმის თქვენიცით რა თქმა უნდა მაგრამ სამედიცინო კუთხით სუფთად გამართლებული არ არის ესე მიყოლებით შიმშილი კუნთებისთვის განსაკუთრებით ან კუნთების განლევისთვის ნუ ცილებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ვარჯიშს რომ კუნთები არ განილიოს თორე ან წონში დაიკლებთ შეიძლება კუნთები განილიოს და არ არის სასურველი ჩემ მეზობელს შვილი არ ყავს და ეშინია რომ არ ჩავარდეს ლოგინაც სიკვდილის არ ეშინია პირიქით ნატრობს სიკვდილსო ხო საკამათო ის არის რა ქვია სიტუაცია ახლა როცა თუ საუბარია იმაზე რომ ვიღაცამ სუიციდს ჩაიდენს იმ მომენტში შეიძლება აფექტურ მდგომარეობაში იყოს ადამიანი და სიცოცხლე არ უნდადეს და ჩაიდინოს სუიციდი ეს შესაძლებელია რა თქმა უნდა ემართებათ ადამიანს მაგრამ ის რომ ადამიანის უმეტესობა ვინც ცოცხალია მას სიცოცხლე უნდა ესე ახლა გინდა ესე ვთქვათ და გინდა ისე ვთქვათ იციან ხოლმე კიდე რომ იცი მე ამბის მერე სიცოცხლე აღარ მინდა და აი რომ იმან ის დაგშვილი დაკარგა და სიცოცხლე აღარ უნდა ამის მერე არ არის ხოლმე უმეტესად ეგრე ანუ შეიძლება
ერთი რომ ამბობენ ადამიანები სხვა არის და სინამდვილეში უნდა თუ არ უნდა სიცოცხლე, როგორც წესი სიცოცხლე უნდათ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შვილებს კარგავენ და საყვარელ ადამიანებსაც კარგავენ, მაგრამ სიცოცხლე, ვისაც არ უნდა სიცოცხლე ხოლმე, ვისაც მართლა არ უნდა ხოლმე სიცოცხლე, ის როგორც წესი ასრულებს სიცოცხლეს. ეს ხდება. თუმცა ხო, თუ ალეგორიულად და მეტაფორულად ვიტყვი, შეიძლება კი, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს იმდენი, რომ მის სიცოცხლე აღარ ერქვას. ეს შესაძლებელია, მაგრამ ადამიანების უმეტესობას უნდა სიცოცხლე. ნუ არის შემთხვევები კიდე ერთხელ, რომ აი აფექტურ მდგომარეობაში ადამიანები თავს იკლავენ, ან ძალიან ღრმა დეპრესიისას, მათ კი იმ მომენტში არ უნდა სიცოცხლე, მაგრამ შეიძლება რომ გადაარჩინო იმ ერთ კონკრეტულ მომენტში მთელი ცხოვრება ძალიან გაუფრთხილდეს სიცოცხლეს, ან იმ ადამიანებსაც კი ჯამში შეიძლება ძალიან უნდადეს სიცოცხლე. ამიტომ ჯამში ადამიანი ევოლუციურად მიმართულია იქითკენ რომ იცოცხლოს, ან რა ტრაგედიაც არ უნდა შემთხვას, ადამიანი მიმართულია იქითკენ რომ ადამიანის ორგანიზმია ეგეთი რომ უნდა რომ იცოცხლოს, ამიტომ ის რომ ეს დაყო კატეგორიათ ადამიანები რომ ვისაც სიცოცხლე არ უნდა ეგრე როგორც წესი არ არის. ერთეული ადამიანები არიან რა თქმა უნდა, მაგაში არ გეკამათებით. შემდეგი ასე მგონია სკოლაში ვარ და ჩემი საყვარელი მასწავლებელი მიხსნის გაკვეთილს. ხო, შეკითხვა მაქვს ამ თემაზე. საშინელი სითხე გამომდის ორგანიზმიდან, დავლევ თუ არა წყალს, ან სხვა სითხეს 2 წუთში ოფლი მასხავს. გამდის წყალი მოკლედ. სველი ვარჩი ეს აუზიდან ამოვედი საშინლად სველები. ჩასმული არ მაქვს ასაცმელი სველი ვარ. ბევრ წყალს ზამთარში ვერა, ძილში სითხე გამდის, ლოგინს ვასწავლებ. ბალის ვიტანჯები. სიმშრალე მენატრება. დამემატა შაქარის 4 წელია მეტფორინ სვავ. რასთან გვაქვს საქმე. ერთი არის რომ გაუკონტროლებელმა დიაბეტმა იცის ძლიერი ოფლიანობა. გაუკონტროლებელი დიაბეტი ვისაც აქვს, მათი ადამიანების 40% აქვს ძლიერი ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზია. მეორე არის კიდე რომ ანუ მე არ ვიცი თქვენი ასაკი, მაგრამ თუ კლიმაქტერულ პერიოდთან ხართ ახლოს, ამანაც იცის და შეიძლება მაგიტომაც იყოს. ანუ ჰიპერჰიდროზია აშკარად, ჰიპერჰიდროზია არის, ანუ ჭარბი ოფლიანობა. ეხლა თქვენ შემთხვევაში ეს ორი მგონია მთავარი, ერთი რომ შაქარი და მეორე რომ ისა შაქრის ცვალებადობა მიცის ხოლმე და მეორე რომ შეიძლება იყოს კლიმაქტერული სიმპტომი. ანუ პრემენოპაუზა ან მენოპაუზის სიმპტომი. ხო, შესაბამისად ძირითადად ეგ არის მთავარი მაგ დროს არის რომ უნდა გაიკონტროლოს შაქარი აუცილებლად, ნუ ნევროლოგთან კონსულტაცია აუცილებელია. თუ კი ზოგადად ჯამრთელი ხართ და რამე ის განსაკუთრებული არ გაწუხებს, ან რამე ჩივილები არ აქვს, სავარაუდოდ ან შაქრის გამო იქნება, ან თუ ასაკი გაქვთ შესაბამისი კლიმაქტერული პერიოდის გამო. ანუ წონაში კლება არის გამოსავალი ერთ-ერთი ჯანსაღადკვება, ფიზიკური აქტივობა ვარჯიში, რომ ან ზოგადი მდგომარეობა მოიწესრიგოთ ორგანიზმის და თუ შაქარია, შაქარი და ასევე ფარისებრი ჯირკვალიც რომ გაიკონტროლოს. ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები. აი ამ სამ რამეზე გამომახვილებდი ყურადღებას. და ნუ შეიძლება რომ იდიოპათიური ჰიპერჰიდროზი იყოს, რომელიც მიზეზსაც ვერ გავიგებთ, მაგრამ არ მგონია მithumetes თუ ესე არ იყავით, შესაძლებელია მიზეზის დადგენა, ანუ კარგი ენდოკრინოლოგია საჭირო რომ მიყვეს და ნუ ნევროპათოლოგია კიდე რომ მიყვეს მაგ სიმპტომებს. ენერგეტიკულ სასმელებზე რას იტყვითო ენერგიის მოსამატებელ დანამატებზე, აბებზე, რომ ისაუბროთ მთელი დღე დატვირთვით გვიწევს მუშაობა და ენერგია გჭირდება საღამოს ან დილით ვარჯიშიც. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავავლოთ, ანუ ზღვარი თქვენ საუბრობთ იმას, რომ ფიზიკურად მუშაობთ მთელი დღე და ფიზიკური ენერგია გჭირდებათ გონებრივი. თუ გონებრივი ენერგია გჭირდებათ, მაშინ კი დილა-საღამოს ვარჯიში დაახლოებით 7-დან 9 საათამდე რო გეძინოთ, ჯანსაღი კვება, ეგ არის ყველაზე კაი, რაც შეგიძლიათ თქვენ ორგანიზმს გაუკეთოთ. რაც შეეხება ენერგეტიკებს, ნუ ენერგეტიკები მომენტალურად ენერგიის მოსამატებლად კარგია. თუმცა, ანუ შაქარს შეიცავს, ხოლმე ამინომჟავებს შეიცავს, კოფეინს შეიცავს, ძირითადად ეგენია.
კი, ანუ შეიძლება, მაგრამ გვერდი ეფექტებიც აქვს, მით უმეტეს ახლა შაქრის დალევა ზოგადად არ არის კარგი. ამიტომ შეიძლება შავი ყავით ჩანაცვლება, მწვანე ჩაით ჩანაცვლება, ის რომ საკმარისი რაოდენობით გეძინოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძილს და ვარჯიშს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამ შემთხვევაში ენერგეტიკებს. ენერგეტიკები უბრალოდ იმ მომენტში მეტ ენერგიას გაძლევენ, თორე ისე გრძელვადიანად ენერგეტიკები ვერ დაგეხმარებათ. ვარჯიში და ჯანსაღი ძილი კი, ანუ ეგ არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ რეალურად ამ შემთხვევაში. ხო. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა პრინციპში მოვჭი მე მგონი იმას, რა ქვია, ახლა ამ დღეს კითხვები პასუხს ვეცდები ხოლმე რომ კიდე ჩავწერო ისა შემდეგ იმეებში. ხო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, დონაციებისთვის ანგარიშნაურები მითითებული მაქვს ვიდეოს აღწერაში, ვისაც გინდათ დეტალური კითხვების და გასაუბრება ჩემთან ამისთვის შეგიძლიათ Patreon-ზე გამომწეროთ და დონაციების გაკეთების პლუს კითხვების დასმა შესაძლებელია Patreon-ზე. ან უბრალოდ მხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას და ლაიქებით, გაშიარებით და კომენტარებით ნებისმიერი აქტივობა სასარგებლოა და მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ ჩემთან ხართ.